ეს გადაცემა მონატრების სფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა საბერძნეთში და ჩვენ აქ ხვდებით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს. ქართველი ემიგრანტები უცხოეთის ცის ქვეშ გადაარჩინა ეკლესიასთან ერთად კი ისინი სულიერი ტკივილისაგან თეატრმა აიხსნა. წლების წინ ქალაქ ათენში ქართულ ბერძნულ კულტურული ორგანიზაცია დიონისე ჩამოყალიბდა, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ქალბატონი თამარ სამხარაძე. სწორედ თაკოს დამსახურება არის, რომ დიონისემ აქ ამ ოთახში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ბევრი ქართველი ემიგრანტი იხსნა სულიერი ტკივილისგან. საინტერესოა, როდესაც ვიქტორიას მეტროსთან გაჩერდები კვირა დღეს, როდესაც ქართველებს დასვენება აქვთ. აქ რეპოს ეძახიან და როგორ სულმოუთმელად ელოდებიან ამ დღეს და როგორ მოდიან თეატრში, აქ დიონისეში, რომ მათ საკუთარი როლი ითამაშონ და სულიერად დაისვენონ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი მინდა გაგაცნოთ. ადამიანი, რომელიც დიონისეში 2 წლის წინ მოვიდა და ფაქტობრივად ყველა დეკორაცია, რასაც მაყურებელი თეატრის დროს ხედავს, მისი ხელების მიერ არის შექმნილი. წლევანდელი 2025 წლის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის თასიც კი მისი ხელით არის დამზადებული. ახლა კი დროა გადაცემის სტუმარი წარგიდგინოთ. გადაცემა მონატრების სფერების სტუმარი გახლავთ ქართველი ემიგრანტი, რომელიც ემიგრაციის 20 წელს ითვლის საბერძნეთში, გოჩა ხოსროშვილი. მოგესალმები გოჩა, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას, რადგან აქ ქართველ ემიგრანტებს ძალიან ცოტა დრო გაქვთ თავისუფალი. ყველანი ხართ მიზანმიმართული, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ პრობლემები და დაბრუნდეთ საქართველოში. დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა მინდა მოუხმოთ თქვენ შემოქმედებით ჯგუფს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანის ხელმძღვანელობით და ყველაფერი რაც ხდება ემიგრაციასთან დაკავშირებით, ყველაფერი დამოკიდებულია ქართველი ხალხის გულითა დამოკიდებულებაზე ერთმანეთთან, რაც ათენში ხდება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ემიგრანტია დღევანდელ დღეს საბერძნეთში და ყველას თავთავიანთი საქმეა, ყველა თავთავიანთი ცხოვრებით ცხოვრობს საკუთარი თავის ძიებაშია ყოველთვის ადამიანი. და ბოლოს 2 წელიწადია დიონისე მაძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინო. ალბათ ესეთნაირად უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ყოველდღიურ მუშაობაში, ყოველდღიურ ქაოსში ესე ვიტყვი. იმიტომ რომ ემიგრანტის ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი, განსაკუთრებით თავდაპირველად, როცა ის სხვა ქვეყანაში ემიგრირებს. მიუხედავად იმისა, რომ 20 წელიწადი აქ ვარ, შეიძლება ითქვას, რომ პირველი 10 წელიწადი ძალიან გამიჭირდა, თუნდაც იმას შეუგვებოდი, რომ მე ემიგრანტი მქვია. ეს ძალიან რთული არის. გოჩა, წარსულში რომ დავბრუნდეთ 20 წლის წინ, რა გახდა იმის მიზეზი, რომ გადაგვეწყვიტა ემიგრაციაში წასულიყავი? ემიგრაციაში წამოსვლა ძირითადად უფრო ოჯახური მდგომარეობიდან და ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ იმ ქაოსში მოხდა საქართველოში, რაც პერიოდ 90-იან წლებში 2000 წლების დასაწყისამდე ხდებოდა. ჩემი ოჯახმაც გაიარა ეგეთი ქაოსური პერიოდი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი ოჯახი ნაწილობრივად დაიქცა საჯერ. დედაჩემი იყო წამოსული, მე მოვყევი, გარკვეული პერიოდი ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები, ჩემი ძმა და მამაჩემიც იყო აქ, მაგრამ ყველა ვერ ეგუება ემიგრაციულ ცხოვრებას, ისინი უკან დაბრუნდნენ. და შემა გავაგზავნეთ ემიგრაციული ცხოვრება, დღესდღეობით ბედნიერი ვარ, ჩემი საქართველოში მყოფ თავის სამშობლოში. მართალია მე დავრჩი აქ, მაგრამ ნახოთ, ჩემი ემიგრაციული ცხოვრება სანამდე გაგრძელდება, ჯერჯერობით არ ვიცი. გოჩა, შენ აღნიშნე, რომ პირველად ემიგრაციაში დედა მიდის. როგორ შეხვდით შვილები ამ გადაწყვეტილებას, როდესაც დედამ გამოაცხადა, რომ მე მივდივარ ემიგრაციაში, დედას უშვებდით უცხო ქვეყანაში და არ იცოდით მას კიდევ რამდენი წლის შემდგომ ნახავდით? ყოველთვის ესე ხდება ხოლმე, ემიგრაციაში წასული ადამიანი ძალიან ბევრს უთქვია და ძალიან ბევრი შემხვედრია და უთქვია, რომ
2 წელიწადი, 3 წელიწადი და უკან დავბრუნდები, მაგრამ 2 და 3 წელიწადი იმდენად მცირე ემიგრაციაში ცხოვრების ტემპს ალღო, სადაც მიდიხარ. ამიტომ მალევე გადავწყვიტეთ, რომ ედის წამოსვლის მერე მალევე წამოვედი, მეც რაღაც 1 წელიწადში დაახლოებით, ეგრე იმიტომ რომ მივხვდით, რომ მარტო გაუსაძლისი იყო მისთვის აქ მუშაობა, ჩვენის გარეშე და ასე ვთქვათ, გავიყავით. ნახევარი ოჯახი დარჩა საქართველოში. შენ სამ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა ოჯახი? შენი სამეგობრო, ვისაც უთხარი რომ მოდი მე უნდა წავიდე ემიგრაციაში. განსაკუთრებულად იმ პერიოდისათვის ჩემი ოჯახის წევრებიდან ყველაზე უხუცესი, ყველაზე დიდი ბებია-ჩემი იყო. მაშინ ცოცხალი იყო ბებია-ჩემი, მე რო წამოვედი, მე დაიღუპა. ერთადერთი ის მახსენდება ერთ მომენტს აღვდა ის, რომ მეგობრებს გაუჭიდა და დავემშვიდობე რაღაც ეგ სხვა რამე, მაგრამ იყო ესეთი მომენტი, რომ როდესაც მოვდიოდი, ბებია-ჩემი ეს არ იცოდა. ბოლო დღეს უთხარი, როცა წამოსულიყავი. და არც მithქვამს რომ მოვდივარ, აი რაღაც მომენტს ველოდებოდი რომ მეთქვა ეს ყველაფერი და მიხვდა თვითონ, მიხვდა რაშიც იყო საქმე და წამოსვლისთვინ დამატკირა და მითხრა რომ დოდო მომიკითხე დედაჩემს აქ დოდო. ეგ იყო, მიხვდა. ძალიან რთული მომენტია. ჩაჯექით ფრინავში, თუ ავტობუსით ჩამოხვედი. ავტობუსით წამოვედი. ისევ რთული გზა გაიარე თუ ვიზა გქონდა? არა, ვიზით გავაკეთე, იყო შემოთავაზება ვიზით ჩამოსვლის, მაგრამ მე უარი ვთქვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები ხდებოდა და მე შეიქმნა ტრაფიკინგის წინააღმდეგ არსებული ჯგუფი, გაერთიანებული ჯგუფი იყო კორესპონდენტების, ფოტოგრაფების, მე როგორც დამხმარე ფოტოგრაფი ესეთი ჯგუფი შეიქმნა და მაგ მოტივით შევედით საბერძნეთის საელჩოში, მივიღეთ ჯგუფმა ვიზა და მაგ ვიზით ოფიციალურად შემოვედით საბერძნეთში. ჩამოხვედი ათენში. როგორ იწყება გოჩა ხოსროშვილის ცხოვრება უცხოეთის ცის ქვეშ? მახსოვს იყო 2005 წლის მარტი, 7 მარტი და 10 მარტს უკვე ვიყავი საბერძნეთში. ნამდვილად რთული იყო, ერთადერთი რაც მახარებდა და რაც ჩემთვის კარგი იყო იქიდან გამომდინარე რომ მარტო არ ვიქნებოდი აქ, ჩემი მშობელი, ჩემი დედა იმყოფებოდა აქ და მას შევხვდი პირველი 1 კვირა განსაკუთრებულად ადაპტაციის პერიოდი გავიარე, იმიტომ რომ ვიზა მიწყობდა ხელს, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქში მევლო, იმიტომ იმ პერიოდისათვის ძალიან ხშირი იყო ქალაქში შემოწმებები, უიზოდნიც გადაადგილდებოდა და სადაც მქონდა საშუალება ვიზა მომცა საშუალება, მანამდე მოვასწარი დათვალიერება ქალაქის, გავიცანი ქალაქის გეოგრაფია, რაც შეიძლება წავსულიყავი, წამოსულიყავი, ადვილად მისულიყავი. და მე უკვე იწყება მალევე დავიწყე უკვე სამუშაო ზებნა. ცხოვრება საბუთის გარეშე როგორია საბერძნეთში? ძალიან რთულია. დღევანდელ დღეს ეს თემა იმდენად უკვე აღარ აწუხებს მოსახლეობას, თვითონ ქართულ ემიგრაციას, მაგრამ იმ პერიოდისათვის ამას გეუბნებით 2005, 6, 7, 10, 12-მდე დაახლოებით ეგრე ძალიან ხშირი იყო გაჩერებებზე, ძალიან ხშირი იყო მეტროებში, ქუჩაში შემოწმებების საბუთები და ძალიან ბევრი ემიგრანტი ამ შემოწმების პროცესში მოყვა. და მოუწია ზოგს, 1 თვე ზოგს, 2 კვირა ზოგს, 3 თვეც მოუწია, ასე ვთქვათ, დაპატიმრება, სანამ ადვოკატმა მოახერხა და მისი საბუთების აღდგენა და შეწყვეტება მოახერხა, რომ თავისუფლად გადაადგილებულიყო ქალაქში. ეს რთული პროცესია, იმიტომ რომ ჩამოსული ემიგრანტი ისედაც უკან ხარ, იმიტომ რომ შენ გინდა რომ დაეწიო, გინდა ფინანსურად, გინდა ენობრივად, გინდა დაეწიო ცხოვრების ტემპს და ამ დროს შენი გაჩერება ხდება, ასე ვთქვათ, რაღაცა პერიოდის განმავლობაში დაპატიმრება ხდება, რა თქმა უნდა, ეს არის საბუთებთან დაკავშირებით, არავით არის კრიმინალი და არავით არის არ არის შუაში, მაგრამ ჩერდები, ფაქტიურად ჩერდები. რა გასწავლა ემიგრაციამ? ემიგრაციაში მაინც კი ხდება მარტომ გადაწყვეტო კიდე რაღაცეები. მარტო შეეჭიდო. თუ გინდ ენის ბარიერს, თუ გინდ ურთიერთობის ბარიერს, იმიტომ რომ როცა სამუშაოს ირჩევ და სადღაც სამუშაოზე ხვდები, იქ შენს გარდა ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება სხვადასხვა ქვეყნიდან. ძირითადად არიან პონტიელებიც, რომლებიც ძველი საბჭოთა
წყობიდან წასული ბერძნები უკან, რომლებიც ბრუნდებიან, არიან ბერძნებიც, არიან ალბანელებიც, არიან პოლონელებიც, ძალიან ბევრი იყვნენ. და ამან მასწავლა სხვადასხვა ერებთან და სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, რო ითქვია, ურთიერთობის ჩამოყალიბება. რა წაგართვა ემიგრაცია? წართმევით იმდენად ბევრი არაფერი არ წაუხსნები, იმიტომ რომ ჩემი სამშობლო ისევ იქაა საქართველოში. შემიძლია ავიღო ბილეთი, გავფრინდე, მოვინახულო მეგობრები, მით უმეტეს დღევანდელ დღეს ამხელა კომუნიკაცია არსებობს ინტერნეტის საშუალებით. მაგრამ მომცა კიდევ ერთი გზნობა დამეტოვა შინაგანი ნოსტალგია. არ ხშირად არ ვარ ამ ემოციის ქვეშ. მაგრამ მაქვს ხოლმე რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოტევა, ამ ნოსტალგიის შემოტევა, მაგრამ ვცდილობ რომ უკუვაგდო, იმიტომ რომ ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი. კოჩა, რამდენი წელი იყავი საბერძნეთში, სანამ პირველად ემიგრაციის შემდგომ დაბრუნდებოდი საქართველოში? ძალიან დიდი პერიოდი, იმიტომ რომ რამდენი წელი არ გენახა საქართველოში? ახლა გეტყვით, საბუთი არ მქონდა, მომიწია საბუთის გაკეთება, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ალბათ 9 წლის პერიოდის განმავლობაში მქონდა საბუთი, რომელსაც გადავაადგილდებოდი ქალაქში, მაგრამ ეს საბუთი არ მაძლევდა მე იმის საშუალებას. ქვეყანა რომ დაგეტოვებინ? დავტოვებდი, მაგრამ უკან შემოსulis ვეღარ შემოვიდოდი, ამიტომ დაველოდე მე საბუთებს, კანონიერ საბუთებს, ასე ვთქვათ, ადია პარამონი, რომელიც როგორც იწოდება ეს საბუთი, ამ საბუთის მიღების მერე კიდე რამოდენიმე წელიწადი მომიწია, სანამ მე ყველაფერი მწყობში მოვიყვანე და მოვემზადე საქართველოში წასასვლელად და პირველი ჩემი წასვლა იყო შარშან. 19 წლის განმავლობაში არ იყავი? არ ყოფილა და 19 წლამდე მომიწია 10 დღე მოვახერხე ჩემ ოჯახთან და ჩემ მეგობრებთან. აი ხა მომიყევი, როდესაც ჩაჯექი თვითფრინავში და აცხადებე, რომ ჯდები საქართველოში. ვინ დაგხვდა იქ და 19 წლის შემდგომ შენი შეხვედრა სამშობლოსთან და იმ საყვარელ ადამიანებთან? პირველად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს უკვე წინასწარ უთხარი რა, ერთი თვით ადრე, იმიტომ რომ მანამდე ბილეთი მქონდა აღებული და იმ საღამოთი ღამედ ჩაფრინდა თვითფრინავი და როდესაც უკვე თბილისზე ეშვებოდა რომ აეროპორტში დამждავიყავი, ღამე განათებული იყო ერთადერთი რა ძალიან კულზე ძალიან მომხვდა და სასიამოვნო დასანახი იყო, თაწმიდა და ფუნიკული ორი, იმიტომ რომ კარგად ჩანდა განათებული იყო. წყურის ზოლი იყო განათებული ძალიან, ამან ძალიან ემოციურად ვიყავი და მე როდესაც უკვე გასვლა უნდა გამოვიდა შემოწმება, როცა უნდა გამოვიდა იმ პერიოდისათვის თვითონ მესაზღვრე ვინც იყო გამაჩერად 5-ოდე წუთი, იმიტომ რომ ალბათ იმ პერიოდში 19 წელი ვარ ყოფილი, იყო ბაზაში ჩემი გვარი არ იყო გატარებული და მომიწია ლოდინი. და ეს 5 წუთი იყო ძალიან დიდი ხანი ჩემთვის, რომ მინდოდა რაც შეიძლება მალე გავსულიყავი. იქ ჩემი ძმა მელოდებოდა უკვე. ოჯახში დედა ჩემი და მამა ჩემი მელოდებოდნენ, ვისი დანახვაც მართლა ძალიან გამეხარდა. და მეორე დღიდან უკვე მეგობრების მოვიდომე და მეგობრები მოვინახულე, რომლებიც ბავშვობიდან, სკოლის პერიოდიდან ერთად ვიზრდებით და ერთად ვართ. ეს იყო, არ ვიცი, აუწერელი სიამოვნება იყო და აუწერელი განცდა იყო, როცა ამ ყველა ადამიანს ხედავ. საქართველოში როდესაც ჩახვედი, რამდენი ხანი გაჩერდი და დავჩერდი 10 დღე და თამამად ვიტყვი და ნამდვილად ვიტყვი 10 დღე ძალიან ცოტა არის იმ ადამიანისათვის, ვინც 19 წელი არ ყოფილა და მით უმეტეს გინც ყოველ წელიწადს და საქართველოში 10 დღე ძალიან ცოტა არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც ვერ მოვასწარი, ბევრის დათვალიერება ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ საკმაოდ შეცვლილი იყო ქალაქიც და მდგომარეობაც ქვეყანაში. მინიმუმ ერთი თვე მაინც სჭირდება ადამიანს, ემიგრანტს, რომელიც საქართველოში მიდის და უკან ბრუნდება, რომ თავიდან ბოლომდე შეივსოს ის ნოსტალგია, რომელიც მას გააჩნია თავის ქვეყნის მიმართ. 19 წლის განმავლობაში არ იყავი სამშობლოში ნამყოფი. რა გენატრებოდა ყველაზე მეტად ამ პერიოდში? თვითონ ქალაქი მენატრებოდა. თბილისი. კი, მენატრებოდა ძალიან. ის ჩემი ქუჩა მენატრებოდა თვითონ თბილისის ხედები მენატრებოდა, ხალხი, ის ატმოსფერო, რომელიც ქალაქში სუფევს. ემიგრაციაში რომ შეიგრძნო თვითონ ათენის, ასე ვთქვათ, აურა და ის შეიგრძნო, ალბათ მთელი ცხოვრება უნდა იცხოვრო. ან ბავშვობიდანვე იზრდებოდა, რომ ეს ყველაფერი შეიგრძნო და მე იქაური მაქვს შეგრძნობილი და გაგებული. რა თქმა უნდა, იმ ხალხით, ვინც
ჩემ მეგობრებად ითვლება და ჩემ ახლობლებად ითვლება. ყველაზე ძალიან ალბათ ეს იყო ჩემთვის ნოსტალგიური. როგორი ფერი აქვს მონატრებას? მონატრება არის უფერული. და თუ გინდა შენ მიეცი ფერები როგორც გინდა. დანაირი ფერიც გინდა იმსეთი ფერის აიქნება. ხან თეთრია, ხან შავია, ხან წითელია, ხან მწვანეა, გააჩნია განწყობა როგორი გაქვს და რა ტკივა და რა გენატრება ყველაზე მეტად. სიმართლე უნდა ითქვას, რომ უკვე მეორედ მიწევს ასე ხანგრძლივად უცხოეთში ყოფნა. ხო, ფაქტობრივად 14 დღეა იმყოფები საბერძნეთში და უკვე მომენატრა საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ძალიან მალე დაუბრუნდები, რამდენიმე დღეში მაქვს ფრენა, უკვე ფაქტობრივად მომენატრა ყველაფერი, მომენატრა სამსახური, სამეგობრო, ყველაფერი ქართული. და ძალიან მესმის ქართველი ემიგრანტის, რომელიც აქ წლებია ცხოვრობს. იცი რომ ჩამოდიხარ აქ ემიგრაციას კონტაქტები, ეხლა ფესტივალზეც იყავი ჩამოსული თეატრალურ ფესტივალზე, რომელსაც დიონისემ უკვე მესამე ფესტივალი გამართა და შეიძლება ითქვას ამას დავამატებ ვიტყვი აუცილებლად, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის და მე ფესტივალს და ღონისძიებას ატარებს დიენსო მით უფრო იხვეწება და მით უფრო კარგი გამოდის, იმიტომ რომ ის მსახიობებიც, ის ადამიანები, რომლებიც თეატრში არსებობენ და მოღვაწეობენ, უფრო და უფრო იხვეწებიან და უფრო შთამბეჭდავი ხდება ის, რასაც აკეთებს. როდის აღმოაჩინე და როგორ აღმოაჩინე ქართულ ბერძნული კულტურული ორგანიზაცია დიონისე და როგორ აღმოჩნდი აი აქ? და ხარ უკვე 2 წელი მათი წევრი. დიონისეში იყო ერთი ჩვენი ერთი საერთო ნაცნობი, ის ბიჭი ოპერატორია, სადაც სახელს ვიტყვი ლევანი ბალიაშვილი. მასთან საუბრით იყო ლაპარაკი, რომ მას და მე ქონდა საუბარი ფილმის ჩაწერასთან და მასაც რაღაცა საუბარი ფილმთან და მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისათვის საერთოდ შეხება არ ქონია და დიონისემ გადაწყვეტა იმ პერიოდისათვის დაეწყო ფილმის გადაღება. ხო, დამაბრუნე კი. დამაბრუნე, ეხლა შეეცვალა, ეხლა მე მგონი გაქცევის სინდრომი ქვია მაგ ფილმს, რომელიც ასე ვთქვათ, გადაღებები არ დაწყებული, მაგრამ ტრეილერი გაკეთებულია უკვე, ბატონმა ფესო სოლომანაშვილმა გააკეთა და მას მოხდი დიონისეში, მოხდა ისეთნაირად, რომ იდეა ჩამოყალიბებული გეგმა, რანაირად შეიძლება ყოფილიყო ეს გაუზიარე ქალბატონ ანა კელაფტრიშვილის პაპა კანელუს და იყვნენ თაკოს არ მოусმენია იმ მომენტისათვის რეპეტიცია ჰქონდა და ასეთნაირად შედგა ჩემი მოსვლა დიონისეში. და 2 წელიწადია ხარ დიონისეს წევრი. დაისახა იდეა, რომ გადაიღოთ ფილმი. ქალბატონმა ანამ შექმნა რამოდენიმე დღეში ერთი კვირა დაჭირდა მე მგონი სცენარი და ჩემ და გასაკვირვად და მოულოდნელად ერთ-ერთი როლი შემომთავაზეს მითხრეს მეც. ამ დროს საერთოდ არ მაქვს გამოცდილება, საერთოდ არ მაქვს პრაქტიკა. ყოველდღე დავთანხმდი იმ აზრით, რომ საინტერესო იყო, იმიტომ რომ ახალი რაღაცა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და მინდოდა ეს მენახა, როგორ ხდება ფიზიკურად, როგორ ხდება ეს ყველაფერი გადაღება, სცენარის მიხედვით სწავლა ყველაფერი. ფილმი მართალია არ დასრულდა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ჩემი ინტერესიდან გამომდინარე თაკოს ვთხოვე, რომ ჩემი თავი გამოეცადა თუნდაც რაღაც როლზე, თუნდაც განათება ყოფილიყო, რომ ეს მენახა როგორ ხდებოდა. თაკო მომცა ამის საშუალება და უფრო მეტი საშუალებაც მომცა პირველი თეატრალური ფესტივალი ჩემთვის, ეს იყო დიონისეცათვის მეორე 2023-ში, ჩემთვის პირველი იყო. შემომთავაზა წამყვანობა თაკომ, რომელიც ჩემთვის ძალიან განცდებთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ პირველი რაღაცა იყო მაყურებელსთან შეხვედრილი, მართალია ტექსტი არსებობს და ეს უნდა წაიკითხო, მაგრამ ამასაც გარკვეული ისჭირდება, მონდომება და გარკვეული კონტაქტი მაყურებელთან. და რაღაც გარკვეულწილად მოახერხე და მოხდა ჩემი ასე ვთქვათ დამკვიდრება. თაკოს დახმარებით, რა თქმა უნდა, დიდი მადლობელი ვარ თაკოსი. მე მოყვა უკვე სპექტაკლი იყო ძალათ ექიმის ერთ-ერთი როლი მომცა თაკომ, რომელზედაც მუშაობა იყო და ყველას უთხარო, რომ ჩაო პირველად არისო, ეხლა სპექტაკლში და ყველას ვთხოვო, რომ ძალიან ყურადღებით იყვნენ, ასე რომ მთელი და ვისი როლი შეასრულე? ჟერარდის როლი შევასრულე. ამის როლი შევასრულე, ძალიან რთული იყო, მეორე ნაწილით იწყებოდა ჩემი გამოსვლა. მახსოვს ის განცდა ყოველ მომენტში ის გაცდა თქონდა, რომ რაღაც წუთების რჩება, რომ უნდა გავიდე პირველად და მეთქე ხა ვუტრიალდები და წავა. ვერ გავალ იქ. ანუ ემოციები ქონდა. ძალიან დიდი ემოცია იყო და ესე დიდი ემოცია რო იყო, გრძნობ გულზე, იმიტომ რომ ბაგაბუგი გავუდის, იმიტომ რომ ეს
მე რასაც უყურებ ახლა ამ პერიოდის განმავლობაში იყო კიდე პატარ-პატარ იანანარ რაფმაში მქონდა ერთი პატარა როლი. თითოეული ფესტივალის ჯილდოები შენი დიზაინით არის შექმნილი და არის ხელნაკეთი ჯილდო, ანუ მსგავს სხვაგან ვერავინ ვერ ნახავს ვერსად. წლევანდელი, აი აქ გვაქვს წლევანდელი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დიონისე 2025 წლის ჯილდოც თავად შენ შექმენი. რა იყო ინსპირაცია ამ ყველაფრის, როგორ შექმენი და რა დრო დაგჭირდა ამისთვის? იმისათვის რომ ეს პრიზი შექმნილიყო, მანამდე ქონდა ჩვენ ფოლკლორის ფესტივალი. ფოლკლორის ფესტივალის პრიზი აგერადი ჩვენთან. ეს გასული წლის ფოლკლორის ფესტივალისა იყო, რომელიც თაკოს მანამდე ქონდა ჩვენ საუბარი და თაკოს უთხარი, რომ თუ შეიძლება მეთქი, რომ პრიზების დავამზადებ, თეატრალურ პრიზებს დავამზადებ, იმიტომ ჩემთვის საინტერესო კიდე თეატრალური პრიზი, თეატრი წარმოგიდგენია, როცა აფიშა არის, წარმოგიდგენია თეატრალური ნიღაბი, რომელიც ცინის და რომელიც ტირის. და თაკოს აქ ადრინდელი გაკეთებული ეს ნიღაბები, რომელიც თვითონ ერთ იმაშია გაკეთებული, სიფრთხეზეა გაკეთებული. ამიტომ ძალიან სურვილი მქონდა, რომ ნიღაბი ყოფილიყო ისეთნაირი, რომ სახის ფორმა ქონდა გამოსახული. ეს მანამდე კიდე ეს ფესტივალი იყო, თაკომ მომცა იდეა თვითონ დამზადებული იყო ემბლემა თეატრალური და დამზადდა ეს ვერცხლისაგან არის დამზადებული, ვიასო გამარჯვების სიმბოლო იყო იმ პერიოდისათვის და შევარჩიეთ ეს დიზაინი და გაკეთდა ესეთი წელს ფესტივალზე იყავი წამყვანი. თავად როგორ შეაფასებ დიონისეს ფესტივალს, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს დიონისე 2025-ს? ვიტყვი, რომ 2025 წლევანდელი ფესტივალი ბევრად უფრო დახვეწილი ჰქონდა დიონისეს. მე არ ვიტყვი, რომ 2023-ში არ ვარ შესანიშნავი ფესტივალი იყო, ისიც ძალიან შესანიშნავი ფესტივალი იყო 2023-ში ჩატარებულმა ფესტივალმა და ამ ფესტივალს შედარებას რო გავაკეთოთ, მე ვიტყვი, რომ დიონისე გაიზარდა. გაიზარდა თავის შემოქმედებით და გაიზარდა პროფესიონალურად, გაიზარდნენ ის მსახიობები, რომლებიც დიონისეში არსებობენ და რომლებიც დიონისეში მოღვაწეობენ. და დამსახურებულად მოიპოვა დიონისემ ყველაზე საუკეთესო სპექტაკლის აღიარება. წარმატებები მინდა უსურვო დიონისეს და რა თქმა უნდა თქვენ და მადლობა. როგორია ქართველი ემიგრანტის ცხოვრება უცხოეთის ცის ქვეშ? ნებისმიერი ქართველი ემიგრანტი, რომელთან შეხება გაქვს, ყველას ძალიან დიდი განცდები აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ მარტო ქართველებს აქვს ესეთი რაღაცა, რომ ნოსტალგიის გზნობა ძალიან დიდი აქვს და ძალიან ემოციურად განიცდის ამას ყველაფერს. მით უმეტეს, რომ ნახევარი ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან, ნახევარი ოჯახის მეგობრები, ყველა ის ხალხი, სადაც გაიზარდნენ და სადაც ურთიერთობა ჰქონდათ თავიანთ სამშობლოში, ამას მოწყვეტილები არიან და აქ მყოფი ემიგრანტები კიდე ერთმანეთთან ურთიერთობით ავსებენ ამ სივრცეს, გარკვეულწილად ავსებენ ამ სივრცეს და თავისებურად მაინც იმ სახეს აქვთ, რაც ქართველი ხალხი წარმოადგენს საერთოდ. გოჩა, წარსულში რომ დაგაბრუნა, გადადგამდი ამ ნაბიჯს გახდებოდი ემიგრანტი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს იმდენად მძიმე პერიოდი დადგა უფრო სწორედ, რომ ქართულმა ხალხმა უკვე მიაშურა სხვა საშუალებებს, რომ ფინანსურად და ეკონომიურად ცოტა ძლიერი ყოფილიყო. თუმცა ღირს მატერიალური კეთილდღეობა იმ სულიერ ტკივილად, რასაც ქართველი ემიგრანტი უცხო მიწაზე განიცდის. არ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ ვიცით, მაინც გვიწევს ემიგრაციაში ყოფნა და ყოველთვის ველოდები, რომ როდის დადგება ის წამი, როდესაც წახვალ აქედან და დაბრუნდები სამშობლოში. ნამდვილად არ არის. თითოეული ქართველი ემიგრანტი ამბობს ამას, რომ მე ემიგრაციაში წავედი 1 წლით, 2 წლით, მაქსიმუმ 3 წლით. რატომ არ დგება ის მომენტი ქართველ ემიგრანტებში, მაგალითად შენ შემთხვევაში, რატომ არ დადგა ის მომენტი, რომ მისულიყავ ტურისტულ კომპანიაში და შეგეკვეთა ერთი მიმართულების ბილეთი სამშობლომდე და გეთქვა, რომ მადლობა საბერძნეთს, მაგრამ მე იქ აღარ ვბრუნდები. რატომ ვერ ხდება დაბრუნება ქართველი ემიგრანტების? მოგიყვები, ჩემ ძმაზე ვიტყვი, ჩემი ძმა ჩამოვიდა, 2 წელიწადი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა იმუშავა კიდევაც, ცოტა შეხედა ქვეყანასაც სამეგობრო წყავდა აქ, მაგრამ ესეთი მომენტია. აი უცე გადაწყვიტა, მე всё მივდივარ აქ გადავრჩები. და შეასრულა კიდევაც ბილეთი აუღეთ და დაფრინდა საქართველოში.
შერატოვებელები. უნდა მოვინდომო, ძალიან უნდა მოვინდომო, რომ აქედან წავიდე. მე ხშირად გეუბნები, მე ვერ ვიტყვი რომ მე ამ ქვეყანაში შევეგუე. რა თქმა უნდა, ვცხოვრობ, მეგობრების გავიჩინე, რა თქმა უნდა, მყავს მეგობრების ყველანაირად, მაგრამ რაღაცა მომენტი არსებობს, რომელიც შინაგანად უცებ გონება უნდა გადაგიწყვიტოს. გადაწყვიტო და დაამთავრო უკვე ყველაფერი. ძალიან ბევრს გონია, რომ ემიგრაციაში ევროს მსხმოიარე ხეები არის. ასეა? ნამდვილად არ არის. თუ ადრე იყო მე ვერ მოვასწრე მოჭრეს ის ხე უკვე აღარ იყო. ხა ევროს ხეები არის ხამს და არ შეგიძლია მოკლედ მოიგდო გოდორი და დაკრიფო და ან გაშალო დავლა ესეთი და დაბეკო ის ევროები. და მე მოვქრიფო არა. იმიტომ რომ ჩვენს ტელემაყურებელს ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის და ასევე ბევრისთვის ხომ რატომ შევქმენი ეს გადაცემა რომ ქართველი ემიგრანტების ხმა გავაგონო მსოფლიოს და ჩვენს ქართველებს საქართველოში და ვუთხრა რომ ემიგრაცია არ არის მარტივი. ემიგრაციაში არ არის ევროსა და დოლარის მსხმოიარე ხეები. ემიგრაციაში ის თვითეული ნაშოვნი ევრო თუ დოლარი ძალიან დიდ სულიერ ტკივილთან არის დაკავშირებული. ყველა ის ადამიანი რომელიც საბერძნეთში იმყოფება და თავის ოჯახის წევრებს ეხმარება, ყველა მუშაობს, აბსოლუტურად ყველა მუშაობს, მას აქვს აკუთვნილი ხელფასი, ზოგი არაოფიციალურად, ზოგი ოფიციალურად, იმიტომ რომ ესეთი მაგრამ დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. აბსოლუტურად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და რეჟიმთან არის დაკავშირებული ეს. საქართველოში შენ სამშობლოში შეიძლება წინა დღისით მოგიწიოს ისეთი რაღაცა, რომ სამეგობროში სიტყვაზე გაერთო, დალიო, მეორე დღეს გაგიჭირდეს ადგომა, ვერ იმუშაო რაღაცა. მაინც არსებობს. აქ ძალიან რთული აქვს, შესაძლებელია ერთხელ არ წახვიდე, მეორედ არ წახვიდე, მესამედ არ წახვიდე სამსახურში, რა თქმა უნდა, მეოთხედ ცოტა ხანი დაგველოდე, დაგირეკავთ, მოხვალ. მასეთი რაღაცა არსებობს. ამიტომ სულ რეჟიმში გიწევს მუშაობა. გოჩა, რას ეტყვი ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს საქართველოს მსოფლიოში მიმოფანტული? და უსურვებ, ნამდვილად გულით უსურვებ, ჩემ თავსაც უსურვებ, მარტო ემიგრანტებს არ უსურვებ, საკუთარ თავსაც უსურვებ, რომ მალე მიმოხოს გადაწყვეტილება, რომ ჩემს ქვეყანაში და საქართველოში დაუბრუნებულიყავი ჩემს სამშობლოში მეგობრებთან და ყველა ემიგრანტს უსურვებ დაბრუნებას, მიიღეთ გადაწყვეტილებას, საკუთარ თავსაც უსურვებ, რომ მალე მივიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში დაუბრუნდეთ, საქართველოში დაუბრუნდეთ ყველანი და გქონდეს საშუალება იმის, რომ სოფლიო მოვინახულოთ როგორც ტურისტებმა, როგორც ადამიანებმა, ვისაც აინტერესებს სხვა კულტურა ნახოს, სხვა ქვეყანა, სხვა ერი მოინახულოს და ისე ქვეყანაში დაუბრუნდეთ. ვინც ახლა უყურებს ჩვენს გადაცემას და კიდევ ორჭოფობს, ფიქრობს, გახდეს თუ არა ემიგრანტი, აი მას რა რჩევებს მისცემ? რა თქმა უნდა, ემიგრაციაში ვისაც წასვლა უნდა გარკვეული სიტყვაზე 100%-დან 3-5% მაინც წავა ემიგრაციაში თუ უნდა წასვლა, მაგრამ დღევანდელ დღეს საქართველოს აქვს სავიზო სისტემა, სამთვიანი სავიზო რეჟიმია, რასაც შეუძლია ევროპაში ჩამოვიდეს. რამდენად არის მუშაობის უფლები თუ რაღაცა, მაგრამ არალეგალურად მუშაობენ. თუ ვინმე სურს სიტყვაზე და აი მაგალითად სამუშაო ვერ იშოვა საქართველოში და აქ იმისი საშუალება, რომ ევროპაში დასაქმდეს რაღაცი, დიდი სიამოვნები ჩამოვიდეს, ჩავიდეს, ჩაფრინდეს კიდევაც, იმუშაოს, რაღაც გარკვეული თანხა ასე ვთქვათ, შეიმუშაოს, დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, რომ გააკეთოს ის საქმე, რაც ჭირდებათ. და ბოლოს რას გვისურვებ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმნით და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ემიგრაცია არ არის მარტივი. მე მონატრების ფერებზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემა არის ემიგრანტებზე. ეს აძლევს საშუალებას ემიგრანტებს თავიანთი სახე დაინახონ და თავიანთი თავი დაინახონ და იმ ხალხმა, რომელიც საქართველოში იმყოფება და ემიგრაციაში არ არიან ნამყოფი და არც არიან წასულები, იმათ გადაწყვეტონ ამათ საუბრით, ამათი საუბრით, ემიგრანტების საუბრით და ამათი ხედვით, რამდენად მნიშვნელოვანია ემიგრაციაში ყოფნა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ეს ხალხი აკეთებს და რამდენად მნიშვნელოვანია უკან დაბრუნება. ეს ყველა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ მონატრების ფერებს ქალბატონი გიგია მუშკუდიანთან და თქვენთან ერთად მე ვუსურვებ წარმატებულ გადაცემებს, წარმატებულ ემიგრანტებს, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან მოწყვეტილი არიან, გააჩნიათ თავიანთი პროფესია და კიდე პროფესიის გარდა სიყვარული იმ სხვა პროფესიისა, რომელსაც საქმის გარეშე კიდე აკეთებენ. ბევრ საინტერესო რესპონდენტს გისურვებ.
წარმატებები გოჩა საქმიანობაში. მადლობა რომ მიიღე გადაცემა მონატრების სფერებში მონაწილეობა. დაგვითმეთ რომ რადგან როგორც აღნიშნე თვითონ ქართველ ემიგრანტს აქ ძალიან ცოტა დრო გაქვს თავისუფალი. ყველანი ხართ რეჟიმში ჩამდგარნი და თითოეულ წუთს და წამს აქვს თქვენთვის მნიშვნელობა. მადლობა მინდა გადაგიხადო სტუმრობისთვის, წარმატებები მინდა გისურვო. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების სფერები. მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაიწერა ქართულ ბერძნულ კულტურულ ორგანიზაცია დიონისეში და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებელს ბატონ დიმიტრის და ასევე სამხატვრო ხელმძღვანელს ქალბატონ თამარ სამხარაძეს, რათა მოგცა საშუალება რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაგვეწერა. გადაცემის სტუმარი გახლდათ ქართველი ემიგრანტი დიონისეს მოკლედ მარჯვენა ხელი ბატონი გოჩა ხოსროშვილი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა გადაცემის მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიას, რომელიც ზრუნავს რომ გადაცემა მონატრების სფერები იყოს ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი და თითოეულ ქართველ ემიგრანტს აძლევს საშუალებას რომ თავისი სათქმელი და თავისი გულის ტკივილი მსოფლიოს გაანდოს. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოგვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების სფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარის ხილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. მეტი გამომწერი ნიშნავს მეტ პოტენციურ სპონსორს. მეტი სპონსორი კი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ ქართველ ემიგრანტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩავაკითხოთ და გავიგოთ, თუ რა არის მათი გულის ტკივილი და როგორია ემიგრანტული ცხოვრება უცხოეთის ცის ქვეშ. გადაცემა მონატრების სფერების ხილვა შესაძლებელია მაი ვიდეოზე და TikTok პლატფორმაზე. გადაცემა მონატრების სფერების გადამღებით ჯგუფის მოგზაურობას მსოფლიოს მიმართულებით უზრუნველყოფს ტურისტული კომპანია დაგითრეველი. მეგებშთობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების სფერები.